Paro. How do you do? Say I do. Fine, thanks you და საღო. ამის ვინ რა არის დედავატირე. ეს რა არის ბიჭო? How's it? ჩერტე. იმენა, ბრო. Hello. როგორ ახს? კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? შევამარჩო. მოკლედ, ძალიან სუჟეტი გამოიყურება, მაგრამ ეგ არის, რა? ძალიან კაი, მე მომწონს. ხო. დაზიანება ფანტასტიკური. აი პროსტა კაპოტზე რა ვქნა, აი ეგ არ ვიცი. გავხსნა? არა, იყოს. ბიჭო, ვერ შოულობ. ანუ 10 ლოვა სავსემ ვერ შოულობ. ხო და. კინა ხო არ. არა, ალუმინი. იდებული. კი, არა, გახეული საკაიფოთ არის ყველაფერი ჯიგრულად აქ რა. თუ მინდა გავხსნი შეხედე. ვარ მოედო. აა. არა, უარესველოდ. ხო? შიგნიდან კი. შიგნიდან ბაბალშო მე რასაც მივხვდი, ნაწილობრივ გადარჩენილია და კაკა შიგნიდან რო არ დაიღურო, მაგით უახია. აკაც ეგრეა რა, წინაც ნახე? რომ ზედა მხარე ახეული და შიდა თითქოს სავის ადგილზე დგას რა. ხო. ამოვარდნი ის არა ახეული. ახეულია. ენა გადადუღებულშია ახეული რა. შიდა რა. ეს კაპოტის ნაწილი არ არის? პირველად ახადე? არა, პირველად არ აგვიხდი. ეკრილოა შეშე. ნახევა. ეს აკრილოა რაც. ის ოხური მიგონე. გახეულიც არ არის შეშე. არა, მაგას ვამბობ. იტინა რატო დამაჯერეთ რომ გახეული? არა, გახეული არ არის, მაგრამ გამოსწორებისას ეს უეჭველი პალცოპიდან მაინც ამოხდება თქვენს რა. თქვენს გაასწორე და თუ კიდე საბჯერ ამოხდეს ამის გიზდებას. მე ამჯერა რომ ჩვენ ახს უყურებ და ეს ყველაფერი არიცი, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გეტყვი რა, იმიტომ რომ გამეღვება ცოდნის დედაა. ესე იგი, ჩვენი პოშეს და ჩვენი სხვა ძალიან ბევრი პროექტიც ნაყიდია Lion Auction-ზე, როგორც მოგესალმება და Lion Auction-ი არის ცოცხალი აუქციონები პირველად საქართველოში, სადაც შეგიძლიათ წინასწარ ჩახვიდე ავტომობილი დაათვალიერო, რომელიც მოგეწონება მე შაბათს ჩახვიდე და მიიღო მონაწილეობა აუქციონში. ამჟამად ყოველ შაბათს თამაშდება 10 ავტომობილი და ძალიან მალე ბევრად მეტი ავტომობილი გამოჩნდება ხოლმე ყოველ შაბათს გასათამაშებლად. მანამდე კი წეროვანში Lion Auction-ის დიდ საპარკინგის სივრცეში შეგვიძლია ჩავიდეთ და ავთვალიეროთ არ ავტომობილები წინასწარ არის ცნობილი იმ კვირაში რომელი გამოდის გასაყიდად და რომელსაც შევარჩევთ მე ცოცხალ აუქციონში მივიღოთ მონაწილეობა. მოკლედ წესით შაბათს ჩვენ ვცუქნებით აუქციონზე, თუ მანამდე გადაწყვეტ რომელიმე ავტომობილი შეძენას წინასწარ ჩადით და ავთვალიერეთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ავტომობილს როცა აუქციონზე ყიდულობ და ძალიან იშვიათია ეგ პრაქტიკა რომ წინასწარ შეგიძლია ნახო, იმიტომ რომ ძირითადად ამერიკაში რაღაცებს რო ყიდულობ ხოლმე წარმოდგენა არ გვაქვს. რა ჩემო ამ შემთხვევაში ცოცხალ წარმოდგენა რაც ყიდულობ. მოკლედ Lion Auction.com-ი თუ რაიმე ინფორმაცია აქედან საკმარისი ვერ მიიღეთ ან ფიფი 080-ზე დარეკავთ და სრულ ინფორმაციას მოგაწვიან თავიდან ბოლომდე რაც დაგჭირდებათ იმით რომ აუქციონში ცოცხლად მიიღოთ მონაწილეობა. ეხა ნახე. შენ ეგრე თამამად რომ მიუდგე. ეგ არ არის კრილო. ეს აკრილოა. ხო. აი ეს ქვევით მოდის აკრილო. ეს კიდე ცალკე ნაწილია, რომელიც ასევე ცვლადია და ამ ნაწილსაც შევიძენ. ეხა მე შენგან მჭირდება ერთადერთი რამე, რომ ზუსტად ვიცოდე რა ნაწილები მაქვს კიდე მოსატანი. ესე იგი, ეს მაქვს ზბორში, კარი მაქვს. არის ფასტორი. ოღონ ამას არა, იმას. კარი მაქვს ოღონ გოლად. არა აქვს. ეს არ მაქვს. ეს თუ გადარჩება, ხო, ნახოთ რა. არა, ძვირი არ არის. აი, ნახავთ რა. გავაცხელებ პირველად ხო. აი, მაშინ ნახე როგორი რაღაც ვქნათ რა, რომ დაშლი. სურათები ჩამიყარე ზუსტად იმ ნაწილების რაც გვჭირდება რა. აი ხა ნახე, აი აქ მაგალითად ეხა ეს ვიცი რომ დამტრეულია და უნდა ვიშოვო ყველა ვარიანტი არ ამცდება რა, მაგრამ ეხა ამის კრეპაჟის გამო ამის ყიდვაც საჭიროა თუ არა, ეგ ცალკე საკითხია. ხო ხტებიო, სადაც შეიძლება რომ რაღაცა პირობითად თლიანი ახალი ნაწილი არ ვიყიდო, შევეცადოთ რომ არ ვიყიდო რა. ეგ არის და ეგ. ეს გასაგებია, ეს ყველა ვარიანტი საყიდელია, არ აქვს ხდება ეგ პატარძის მდგომარეობაში ვართ მან. ხო, ეგ ვიყიდოთ, ეგ არ არის პრობლემა. არა, კარი ეს არის გამოსასწორო. კი. ოკეი. კაი, მაშინ სოს რო დავშვით ამას, მე უკვე თან დავასურათებთ. ხო. გამოგიგზავნთ რა, როგორც ვაკეთებ ხოლმე. ხო, რა სტანდარტულად რა. და მე უკვე მე მოვზიდავ ნაწილებს, რასაც მეტყვი, მაგრამ ეხა არ წავალ მაშინ საყიდლად რა. კაროჩი ბამპერი მანქანაში დევს მთლიანად. მეორადია? მეორადია, კი, ორიგინალია, იმიტომ რომ არა ორიგინალი თითქმის იგივე ფასი გავამდიოდა 300 ლარი იყო სხვაობა რა, ზბორად რომ ანუ თან ზბორიც არა. იმდენი დეტალია გამ დედმა მაძახს. აი ეს, აი აქ რო უყურებ რა, ეხა უყურე. 1, 2, 3, 4, 5 დეტალია.
კი, ცალ-ცალ. 5 იცი. 6 7 8 სამხარეს 9 10 თვითონ ბამპერი. ხვედა? ეს კაი გვაქვს ჯანდაბას რა. თუ არ გვაქვს ტუჩი. ტუჩიც არა გვაქვს? ტუჩიც არა გვაქვს. იმ ბამპერზე არ ვიცი არის თუ არა. ეს სანახავია. ხო და ხო იქით 10 აქეთ 10 და ანუ ფასში იმდენი გამოვიდა რომ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა საერთოდ რა. მოდი შევხედოთ ამას ტუჩი აქვს. კი. ყველა მხარეც აქვს. ყველაფერი აქ აი ესენი მინდა მარტო რა. და აქ ხუფები უნდა მოხსნათ რა, ეს ხუფები რაც უყენია. აი ეს რაც აყენია. ეს просто უნდა გავა რა. და აქეთ მხარე ედიაში დამრჩება რა და მე რაღაცას უზავ. ხო რა იმ ბამპერის ანუ რეალურად აქეთ მხარე მთლიანად რჩება და. კარი აქაბი. კარიც მანდ არის კი ბატონო, კარზე რაღაც პატარა ჩატოჭკილივით აქვს, მაგრამ ესეთ საგანგაშო არაფერი არ არის რა. ოკეი. სარკეც მანქანაში დევს, არა, კარი არ არის ფერში. არაფერი ფერში არ არის რა ესე. რო არ გაწვალოთ ბევრი, არაფერი არ არის ვაფშე ფერში. აი კაპოტზე რა იქნება, არ ვიცი. გავივლით რა ამას ერთად და ხო, ანუ ნახე კაპოტზე თუ მიშველით. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება ვაფშე რა, იმიტომ რომ კარგი აი ოდნავ დაზიანებულში, აი მაინც რაღაცა რომ უნდა გავუკეთო პირობითად აი ესეთ წარწყმულში რა, აი ხა მარტო ეს რო კონდეს წარმოედგინე, ეგეთში ითხოვენ $500 რა. ხვდები და თან ანუ ეგეთიც არ არის. ანუ ვყიდულობდი ეგეთს რომ მე ჯანდაბას მაგ ზედაცოტი არ არის. ბიძოსთან ერთად გაიარე იმას ჯადოქარი თუ ყავს ვინმე ჟესტენში კი მაგასთან ერთად გაიარე. აქაც რაღაცები გამოსასწორებელი იქნება აშკარად რა. აქ რა დგება ვაფშე ეგეც არ ვიცი ეს რა არის. ეს რეზინა არა მაქვს ვაფშე. ესა? ხო. ეს კრილოსის არის. ხო. უკანა პლასტიკი. მივხვდი რაც არის, მაგრამ არა მაქვს. პეტლები რა მდგომარეობა იქნება აზრი არაო. შედი საპეტლისად არის. წავიდა წაიღო ეგრე არ არის? კი, კი. აქაც ნაჭრით. კაროჩი რა. კაი გასართობია რა ეჭებში რა. კარგად დავერთობთ ნამ. კი. არ არის ეს. всё, მაშინ თქვენს და სველოდები რა. კაპოტზეც და ნაწილებზეც რაც მჭირდება ზუსტად ჩამომისურათე, просто WhatsApp-ში ჩამიყარეთ და დანარჩენს უკვე იმას ვიზავ, ვიყიდი მოვიტან რა. დროზეც ახლა ეს არის რა, ცოტა დრო ამას არ დაჭირდება არც ერთ შემთხვევაში. ცოტა დრო არ დაჭირდება, მაგრამ როგორც ხო რა, როგორც მოგიხერხდება, კი ბატონო. всё, წავედი, კარგად ზანდებოდეთ, სულ ეგ არის. მაშინ მე ჩემნივთოს ახლა აქედან. გასაღები აგერ ინებეთ. ეს ხო იქოქება იმ. იქოქება? არა, არაფერი ჯადო არ უნდა, 1-3-4 დღე ახლა დღეს და დაიქოქა ჩვეულებრივ. პოლირებაში ამოვა. კი, კი. კარგი. აი კაპოტი ამოვა ყველაზე კარგად პოლირებაში. დავაი, დროებით კიო. კარგად. შარმატებები. ეს საღამოს ბიძოს რო ჩამოვა. ხო. უკვე ერთად გავივით და იმას. всё, ჩვენი მომავალი თქვენ ხელშია. ესე იგი, Porsche-ი ვართ. ნუ უბრალოდ Porsche-ი კი არა, ჩვეულებრივი მანქანით ვართ და Porsche-ის კაპოტი გვაქვს წასარდები რა. გას ვაკეთეთ, როცა ჩვეულებრივი მანქანით ვართ და Porsche-ის კაპოტი უნდა წავიდეთ. ყიდულობ სტრეპებს და ასევე ყიდულობ ერთ საინტერესო ნიუს. რომელსაც ახლა ფულს გადავიხდით, ცოტა ხანში გაჩვენეთ რას ყიდულობ კიდე. და მიდიხარ ამაგრე Porsche-ის კაპოტს ჩვეულებრივ სედანზე ზემოდან, მიგაქვს თავის ადგილზე აბინავებ და მე გაჩვენეთ რაც მოხდება. მოკლედ წავედით. როგორი იზოლატორია. ეგა წავიდეთ კაპოტს, განახებთა როგორ წავიდეთ და მე შევამს რაც მოედის. აჰა, ეგა. გატარებულია, ჩაგდებიან, წაიღებიან. წავიდა. ჩავანეთ საბორგულში. მოდი წადოთ. საბორგულში წადოთ, აბა. არა, არა ნუ. სონა იყოს რა კაი კაპოტი იყოს. ცოტა ცერად ხوارდებს ძმა. გადმოწიე აქეთ. იმედია მოკლე სტროპები არ ვიყიდ. რა, ესე ჩვენი სედანზე დამაგრებული კაპოტი. იმის პოტენციალი რომ ეს სადღაცას გაფრინდეს, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა მაინც მოდი იმედი ვიქონიათ, რომ არცად არ გაფრინდება. თუ გაფრინდა გავიგებთ. არ გავს არცად წამსვლას რო არ დაგიმალო მე შე. ო, აქედან უყუროთ. თუ უნდა მოკვდეს, საქმე მოკვდეს, შეჩევა არ მიჩვენია.
ასა კომფორტულად გძნობს რა აპირდები მე მაგას. ჩვენი კაპოტი ჯერჯერობით არის, რავი. როგორც დავაფიქსირეთ, 80 კმ/სთ-ზე არაჩვეულებრივად მუშაობს ჩვენი კაპოტი. აეროდინამიკა უკეთესი გვაქვს და დაბლაწევს მანქანას. შენ არ თვლი ეგრე? ცოტა კი ქანავს, მაგრამ ექსპეციური ამორტიზაცია მაქვს გაკეთებული. რო იმას ქნას რა ქვია, იამკებს და რაღაცებზე კაპოტზე არ დაზიანდეს. კომფორტულად რო იყოს რა. ესეც ჩვენი Porsche და ესეც ჩვენი კაპოტი. წარმატებით მოვიდა. ძაში არაფერი დამართნია. უნდა გავხსნა. გამარჯობა. ამის დაბრუნება მინდა თუ შეიძლება რა. ამის დაბრუნება? ხო. მოდი ეს დატოვე. ხო. ამ ფიტრის წადი თავში არის დასაბრუნებელი დაინახა ხო. და გადახება დაბრუნება გულისა და უცხარი და თუ რაღაცა მე თვითონ მიხედავე. ოკეი, კაი. მივხვდი. მადლობა. იქით სალაროსთან დავტოვე თვითონ ნიჩი. არ გამიგიტანიათ? როგორ? არ გამიგიტანიათ? არა, გავიტანე და უკან მოვიტანე. შემდეგი Porsche-ს და მე მგონი Porsche უნდა გავატოვოთ. გამოვარდი. შენი ლაპარაკი. მე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ კამერიანი კაცი წავიდა. აი კამერიანი კაცი წავიდა, მანქანა უნდა გაწიოს. ეს ხო მანქანა გაატაროს. ხო და მე შემიძლია ესე გიჟი ვდავდი ახლა. სელფის კამერაზე გადმოვთო, ესე ვილაპარაკო. ესე იგი Porsche-ზე დაგვრჩა მარტო. ჭერის აირბაგი საყიდელი უბრალოდ ახლა უკვე მანქანაში დევს და აქ მოვედით საყიდლად. პატრონი კი წინა, იმიტომ რომ ჩვენი ვერ არის რაც საამაყო მდგომარეობაში და აი ეს რაღაც უცნაური ნივთი, რომელიც იმედი გვაქვს რომ ახლა ვიპოვით და ვიყიდით. აი აქ დგას. აი აქ დგას ესეთი ნივთი, რომელიც ჰაერს არ უშვებს სალონში და ეგ თუ არ გიყენია, ცოტა სკვაზნიაკებს აწყობს რა. არ მკითხოთ საიდან ვიცი. იმიტომ რომ ერთ-ერთ მანქანაზე არ მიყენია. იმედია ეგ ნაწილიც იქნება და Porsche-ს ნაწილების ყიდვას მოვრჩით რეალურად ამით. ეხლა წავიდეთ ბიჭებთან უკვე. ეგ რაღა. ბაზარი არა. ერთი ნაწილი მაინც ვიპოვეთ. კი, ეგ არის, კი. ნამდვილად ეგ არის. მოკლედ ესენიც გვაქვს რა. всё. ამით დამთავრდა წესით ისტორია. ოპერატორი მოვიდა მანქანიანად. всё, მე ყველაფერი გადავიღე, კარგად იყო. და მორჩი. ეს ვიპოვეთ სამაგიეროდ. ის ვერა, არა ეს ვიპოვეთ. ამის ჩამოტანა აღარ მომიწევს. ამაში დროს მოვიგებთ ძალიან რა. ის პლასმასია. აი ეს არა გვაქვს მარტო რა. მაგარი კრილოა. ძალიან კრილო არის სასწაული. კრილო არის სასწაული. იმენა უკრილოვესია ზვაო რა. ეს ალკე დეტალია, ეს ნაყიდი გვაქვს ჩვენ მანქანაში გვაქვს. აი ეს არის კრილო. ეს რა. ეს აუცილებელია. ეს მე მგონი არ გვაქვს. აი, всё, მე გავჩვენე. აბა კაი გამჭირდა როგორ ახლა. არა უშ, როდის დაიწყებს? ამ საღამოს უგამიგეთ და ამ ხოლმე. ხოლჯობია. გავდიდით როაზე მოვა. ეს ნუ მოკვდება, ხოლჯობია რა. ჩვენს გამო ისა რა ქვია, რაღაცა სტომატოლოგიური პრობლემები ნუ გადააწყდება. ჩვენი პაციენტი დგას ესე იგი რობოტზე. ბიჭო, რა მაინტერესებს? აი ეს გამოსაჭიმია? ეს უნდა გამოჟიმოთ, ხო? კი, ეგ უნდა ეს უნდა გამოიჟიმოს, ეს უნდა გამოიჟიმოს, ესეც თუ აქ არაფერი. კი, ეგეც უნდა გამოიჭიმოს, აქაც ეს საპეტლი ადგილი შეხედე როგორ. ხო, ბაზარი არა, გაქცეული. ეს უნდა აი აქაც უყურე. კაროჩი გაჟიმოა ეს საჭიროება რა. საკაიფო თან რა. საკაიფო გასაჟიმია. აქა ეს რაღაცა ტყუილად არ ვიყიდე ესე იგი, ნახე აი კაკლია ვაფშე. კაი, ეხა ნახე მე შემოზიდავ ნაწილებს. ხო. შენ დამირევიზიე. მე შევეცდები რომ აი ეს სკამი მოხსნა და წავიღო, რა? მე მგონი უპრობლემო. ხო, არა, კარიბც არა აქ. პირდაპირ გამოვა თავისი. გადავაწვინოთ მე და ისე. ჯობია. იმიტომ რომ BMW-ს ძალიან გაგვიჭირდა სანამ გადავაწვინოთ. რა, გამოღება სკამის? არ ვიცი ნახოთ. კაი, მოდი ეხა ნაწილები გადმოვზიდოთ მაშინ. აირბაგები ჭერის წავიღო და მე შევცვალო? როგორც შენ გაგიხარდები. შენ შეცვლი რამე რო იყოს? კი, დავაყენებ. ხო. მაშინ მოტანილი მაქვს, ბარემ და იმას ვიზავ რა ქვია. მაგასაც დავტოვებ. რაღაცა მწვადი იწვება თო. არა. არა. რა მე რაში მოგიხარო? არ ვიცი. ვიდა კრილო დამოვიდე.
ეგ არის კრილო. ხელა ძალიან ძიმეა და მაგას რა დააყენებს ბიჭო? რამე გვაქვს კიდე ის პლასმასი ესეთი. აი პლასმასის ბარემ გამააყოლე. ლაპატალა. ჩაყალილი. ზატო კაპოტია ძმო იცოცხლე. კაპოტი არის ნახევარი მანქანა. ეგ არის ის მე მგონი რაც გვაკლდა. ეს არის ჭერის აირბაგები. აი დავდო? კი. ჩემი კლილო. ნახე რა კაი კლილოა, ლოგოლი ჩაკალილი კლილოა. კაი, ეხა ნახე. მაგას რაც გვაქვს ასევე ეს კი შენ არ გიქვია იყიდეო, მაგრამ მე მაინც ვიყიდე. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა კრილოს სამაგრია და სად დგება, რა დგება, რატო დგება? ეს არის ლალი, სადაც დგება დიტა. აი იქ დგება მე მგონი. აი აქ. ალბათ. არ ვიცი. ნუ კრილოსი არის, პორშესი არის და კრილოს სამაგრი ქვედაო, ეგრე ეწერა. ისე გამოგვაქვს. ხო, წესით. აი კრილოს სამაგრი რა არის არ ვიცი ძმო. მე მაინც მოვიტანე. თუ რამეში გამოგვადგა, თუ არ გამოგვადგა, მაგის დედაც ვატყიდე. ხო, ანუ წესით ყველაფერი გვაქვს ვაფშე რა, მე მგონი აღარ გვაკლია არაფერი. აი ეს ავზი რისი? ეგეც შიგნით დევს, მანქანაში დევს, სარკეც მანქანაში დევს ბორად, ეს არის კარები, ბამპერი მანქანაში იდო ისედაც, კრილო გვაქვს, ხო, всё, მოვჭით რა. ჭერის აირბაგი გვაქვს, სიდენიას ახლა წავიღებთ. უკანა მხარეს ნახე რაღაც ტრანნათაყენია. აი მასში აყენია ცალკე რა ეგ. ხო. აი ეს უნდა მოხსნათ რამენაირად. ალბათ ეს უნდა დაიშალოს. ნახე, შენთან მექნება ერთ-ერთი სათხოვე, თუ შეძლებთ რა, როცა მოვახერხოთ, აი ეს რომ მომიხსნა რა, ეს აირბაგი. და წავიღოთ. хорошо. და სიდენიას ვაფშე. მოდი სიდენია ახლა არ წავიღოთ. ანუ რა აზრია საკეთარებას, ერთად წავიღოთ ესენ დრო როცა გექნება რა. სიდენია გინდა. აი ეს, აი ნახე, ეს რო აღვადგინო რა, ეს მინდა და ეს მინდა რო აღვადგენ ამებს. მაგრამ და აწყობისკენ რო წავალთ უკვე მე დავაყენებთ და თქვენთანვე პირდაპირ აწყობილი იქნება და იმას რა ქვია, ბლოკს მე გავასუფთავებ რა. ეს ხო მაინც საჩალიჩო გაქვთ აქ რაღაცეები, ნუ ეს რა შუაშია იმასთან არ ვიცი, მაგრამ მაინც რა. რა კავშირშია ვერ გეტყვი რა, მაინც. მაგანი დამთავრდა თქო. ყველა ნაწილი მივიტანე და აიწყო ბაგებიჭები აწყობენ და მე აირბაგები დავრჩევა მარტო გასაკეთებელი თქო. თურმე ეგრე არ ყოფილა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ნაკია და ის ორივე ნაწილი რაც ვიყიდე ბოლოს და მივიტანე რკინის დეტალები რო იყო. არც ერთი არ ყოფილა ბაგარის კი და ეს რა ქვია, მხარე ერთის საერთოდ სხვა მხარე და სხვა ნაწილია. და მეორე ეგ მხარეა ოღონდ საერთოდ სხვა ნაწილია, კიდე კუზავა სტრუქტურული დეტალია, რომელიც არაფერში არ გჭირდება. ხოდა ეხლა მივიდივარ კიდე პორშეს დაშლებში. იმედია მაგ კრილოს ზედანაწილს ვიშოვე, ფთა სადაც დგება, ფთის ზედანაწილი გვაკლია. იმედი ეხლა მაგ ფთის ზედანაწილსაც ვიშოვე. სხვა გზა არ არის. წავედი გავაგზავნეთ პორშეს კეთება. მარტივად რო გინდა ხოლმე რაღაცები გამოვიდეს სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში მარტივად კი და საერთოდ არ გაგვდის. ეხლა ნახოთ რა იქნება, იმედი მაქვს აქ გიოს ექნება. სხვათა შორის გდანში არის პორშეს ძალიან კაი დაშლები. მაკანი და ტაიკანი და რაღაცეები ყავთ. იმის თუ დაგჭირდეთ, აი ახლა ხიმამდე სადამახოთ შემოვლით გზამდე, აი მარცხნიდან შევუხვდით. ხო და თუ რამე პორშეს დაშლები დაგჭირდეთ, საკმაოდ ისეთი ბევრი ნაწილი აქვს და ძალიან დაგვეხმარნეთ ან ამ ყველაფერში, ესე რა ქვია, უცხოთ მივედი სრულიად და ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა, ამიტომ ვიდეო რომ თქვენც იცოდეთ, სად არის ეს ყველაფერი. ხო და აი ახლა შევალ და ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ კრილო გვექნება დარჩენილი. მოგეთ, ეს არის ჩვენი კრილო, შევიძინეთ თავის ვოლტებიანად. წავედით ახლა ბიჭები. წავედით ჩვენი კრილო, უბრალოდ ზედა კრილო რავი რაც ქვია. და ძალიან მარტივად გამოვძვრი, მინდა გითხრათ აი ახლა იქ რომ საკუთვილის მასშტაბით აი მის ზებნა არ მომწია. Mazda ისე ვიყიდებ, არ ვიცი ხა ამიტომაც რომ დავდეთ Mazda გაყიდულია თუ არა, მაგრამ ჯერჯერობით ისე ვიყიდებ. ჩვენი კრილოს დავიტვიეთ და წავედით ახლა ბიჭებთან. იქიდან მაქვს წამოსაღების კამი, ძღოლის. და
უკანა აიბაგე, ზღოლის კამერამენად აქ თუ შევტენი. ავიღები და წამოვიღეთ. თუ ვერ შევტენი, მე თენგოს მანქანით მოგიწევს ყოველდღიურში წასვლა. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მქრო. აი სასწაულილეც ჩავატარებ და აი აქ შევტენი მაგს კამს. ნახოთ. ეხლა ეს რთული გადაზიდვების მენეჯერი ვარ ამიერიდან და აურაძნელი არა ჩემი იქსი ვარ ყავს და რაღაცების ტრევა რომ იძერს წინ დაუკან. იქსი როცა არის გადაწიეს გამომი და შეტენი რაც გინდა სულ და გულ. აი ისე დავაწყე. გამარჯობათ. თქვენი შეკვეთა შესრულებულია ძმაო. მაგას უკვე ბამპერიც უყენიათო? ეხლა დააყენე. დაჟე კაპოტიც უყენიათო? ვაა. ჩვენ კიდე რა გვაქვს იცი? აი ეს ნაწილი გვაქვს კიდე თენგოსთან მანქანაში დევს ამას მოვიტან. აი ეს პლასმასი აი. თენგოსთან დევს მანქანაში ამას მოვიტან რა. იცი რა მაინტერესებს? აი ეს კრილოს ქვედა სამაგრი გვაქვს, ანუ რაზე მაგრდება ეგეც ვერ მივხვდი. აი ეს კრილოს რაც გავს, ნაწილი რო აქვს პატარა. კრილო რო ქვია. აი ეს ქვევით რა, აი აქ. всё, არაფერი, კარგად ზონდებოდი. ძღოლი ვარ, თავიდან. მაშინ რო შევწვით, მე ხوار წაიღებ პატივცემ რა, ეხლა ნახე ძალიან გაგაოცებ რა. არ წაიღებ. Mazda RX-8 ვარ მოსული რა და თუ ჩავდებთ, წავიღებ. ანუ თუ არის პოტენციალი რომ ჩავდო, ის კამი და ის როა წასაღები რა. აი ამას ძალიან მარტივი რაღაცა. ვიცი რაც უნდა, შარიკების გამოყრა უნდა მადედა. მაგრამ ანუ ჩემ მანქანაზე ვიზამ და ვიჩალენჯი. მე ესე გამოიყურა ჩვენი Porsche კი. აი ახლა შევაბიჯოს ნახ. გამარჯობა. როგორ ახარ? მანქანას შემოვიყვან რა ის რა ქვია? სკამს ავიღებ ბარემ და ის პლასმასი მოვიტანე. და ბარემთან დახედეთ რამდენად გამოდგება ეს პლასმასი, იმიტომ რომ ის არის რა ქვია. მე სკამს გამოვიტან თუ მაგიტო. არა რატომ უნდა იწვალო რავი. ან თუ გინდა რა ვიტანოთ? არ გააჩნია. ჯიელით. შევდოვას შავებში რო ხარ. აუ დღეს ყველა მეღადავება იმენა. ხო, კონფეტია. აი ეს კიდე უნდა გაასწორონ, ხო? კაცო ეს. ის ამოწიეთ. ხო. კონფეტი. ეს ნახე უკვე ხო კარები ჩამოწიეთ. კი, კაცო, კი. დაკეთვა გაღება ვნახე უკვე. მაცივარებით რო იკეთებოდა, ეგ უკვე ვნახე. ეს გამუშავება კარები მოხსენდა ხო. შეიღება და იქნება რა. მე ჭერსაც შევწვრით, აირბაქს. ეს რა ქვია? ხო, ჭერის აირბაგი აქ გვაქვს. ეხლა სკამს წავიღებ, ბრევნებს და ყველაფერს გავამზადებ ბარემ. ანუ პეტლები არ დაგჭირდა, რა თქმა უნდა გვეყო. გამოჭირდა გადაიღებება იქ პეტლები და всё, კონფეტი. არ შევივარ, არ ძივივარ. ესე იგი, ჩვენი Porsche-ის გაცოცხლების პროცესი გრძელდება, რომელიც ის არის, რა ქვია. რა თქმა უნდა, სანერტულად დავხლელია, როგორც ყოველთვის, კოსმი უტან ღორი მომცემს ჟაგარს და ასე შემდეგ რაღაცებით ვარ დაკავებულები და ამ შემთხვევაში, ესე იგი, ეხლა მივდივართ, სკამები მივიტანეთ გუშინ, აირბაგების სკამ უფროსებს ზღოლის სკამი და უკანა გვერდით აირბაგი მივიტანეთ აღსადგენად და არ გადაგვიღია, მოახერხეთ, მაგრამ წამოღებას მაინც გადავიღებთ ეხლა. მაგალითად ეხლა მივალთ ცოტა ხანში. ჩავყრეთ ამ სკამებს, მე წავიღებთ ღვედებს ჩვენი გავაცოცხლებთ, რომელიც გაჭედილი იყო არის შემდეგ და თან მოდი ბარემ აქვე ახსნი მაგვედოს როგორც რო დავიწყებ დაშლას, გაჩვენეთ როგორ და გავაკეთოთ ეგ ღვედები, რამე რო იყოს მომავალში რო დაგჭირდეთ და ახსნი რა პრინციპით მუშაობს ზოგადად. ღვედი რას აკეთებს, რა ისვრის, როგორ ისვრის და ასე შემდეგ და ვისაც დაჭირდება, საკუთარი ძალებით შეძლებს მაგვედების გაკეთებას, ისე რომ მილიონი არ გადაიხადოს რა თქმა უნდა. აი თუმცა მილიონი ისეაც არ არის მაგის გაკეთება. აგერ ბეჭებთ აი ხა სადაც ეს გვაქვს რა ქვია დატოვებული სკამები და საიდანაც უნდა წამოვიღოთ, საკმაოდ ისეთ ძალიან კაი ფასი გვითხრეს. ჩვენით რო არ ვაკეთებდით, სიამოვნებით გადავიხდით, გავაკეთებინებდი ისეთი ფასი თქვეს რა. მაგრამ ჩვენითაც შეგვიძლია, ამიტომ რატომაც არა. Why not? მოგრეთ, წავედით სკამები გავიღეთ და გავაგზავნეთ. ეს კიდე დასაშლელია ახლა. ახლა მოდი აუცვა ნახოთ არ გინდა როგორ აქვს. მოდი, მე გადავიღებ. არა, ის თუ არა მოვიღე ვერ. შენ დაშალე მე გადავიღებ რა. და აი ხა ამას რატო ვიღებ, ცოტა ხანში მიხვდებით.
ნუ ქარსეთი უნდა ამოიღოს იმისთვის რომ ჩავდოთ Porsche სკამი ამაში. არა, ვაჩვენებ მაგას. იმისთვის რომ ჩავდოთ Porsche სკამი ამაში, ვიღებთ ქარსის და რატო ვიღებთ? ხო, მარტივად ახსნე. ესე იგი, აი აქ ეს სკამი რო გადავწიოთ, ჩვეულებრივ იდება გადმოწიო? იგი, რანაირად აქ, ესე, კაი. ეს სკამი რო გადავწიოთ, აი ჩვეულებრივ უნდა ჩაიდოს Porsche სკამი, მაგრამ ესეც უნდა მოიხსნას იმისთვის რომ Porsche სკამი ჩაიდოს. და ამას ვერ ხსნით და რატო ვერ ხსნით? ცით? ეხლა ნახავთ როგორ იხსნება ეს რა. ანუ დამპროექტებელი. ხო, ანუ დამპროექტებელი იყო ცოტა ისა რა ქვია. ეხლა უყურე? ეხლა ვიღებ. მიდი, აქედან ვიღებ. ანუ მარჯვენას კამეც უნდა გადაწიო, რომ ეს რაღაცა კონსტრუქცია მოხსნა. ჩვენ ზოგადად ნორმალურ მანქანებში გვაქვს ნანახი, რომ აი აქ ხოლმე სალასკა და შედება თავისთვის. როცა გინდა მოხსნი, როცა გინდა დააყენებს, ისე რომ სკამების მანიპულაცია არ დაგჭირდეს. თუმცა აუდია რომ რაღაცა სასწაული არ ექნათ. კაი, დავაი, შავაგდით, ჩაგდებიან, წაიღებიან. კიდევ გამარჯობა. კამერით რო ვართ, ხო არ გაწუხებთ? არა, მე კი არ მეკამუშავე. არ გამოგაჩენთ, ან დაგვლარავთ. თავს? მედალიონიც ჰქონდა და რანაირად მოხვდა მაგ? რა სიძახითო? სადეგდო მანქანა კი მაგრამ. ყველა მინდორში დაგდებული მანქანა ყავდა და რავი, მაგამდე ჯერ თაგვი არასულა ყველგან. ეგ რა, ეგ თაგვი სათრეულია? გამარჯვებული თაგვია შეჭება. საკუთარი ჯილდო აიტანა. так, ესეც ჩვენი აირბაგები, ანუ ამას პირდაპირ ვაქვს, შტეკერი არ აქვს. პირდაპირ გავუხსნა. ზოგადად ერთხელ რო გაივლის დენი, სასურველია შეიცვალოს. ხო, არა, იმ შტეკერი, ხო, ნუ კაი, ჩავწვარი თუ იქნება კი ბატონო. და ესე ძალიან კამფეტკად არის გამოსული. რა, სრულიად მისაღები საკმარისია. სამწუხაროდ კადრები არ გვაქვს, როგორი იყო ეს. გვაქვს? გახსნილი როგორი იყო? უნდა კონდეს. მეგონი რომ არ გვაქვს. მაგრამ თუ გვაქვს ძალიან კაი იქნება, ანუ ისეთი იყო რა, საკაიფოდ ქონდა გასროლილი. ეხლა ის კომენტარებში უნდა ატყდეს, რომ სად გააკეთეთ, როგორ ხდება ხოლმე და აი იქ მივაწეროთ ნომერი რა. ეს ხო დააწეთ ნომერს. კლანში ამიკლოში რა ბევრი რო არის წოთ აგერ არის ნომერი აირბაგის გაკეთებას შეგიძლიათ პირდაპირ მოხვიდეთ. მე რო კიდე ეხა კომენტარებში არ წეროთ, სად გააკეთე, როგორ გააკეთე, რა ხირს და ასე შემდეგ რაღაცეები. პირდაპირ დარეკავთ ნომერზე, გეტყვიან სად მოხვიდეთ, როგორ მოხვიდეთ და ინფორმაციის დონეზე გეტყვით, რომ აი აირბაგზე რო იცია ხოლმე რა, აირბაგ გასრილი მანქანა, არა ძმაო, ეგ რა თმინდა, ანუ აირბაგის აღდგენა არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პრობლემური, როცა მანქანას აკეთებ. გაცილებით რთული რაღაცების კეთება გვიწევს, ვიდრე აირბაგის ჩაკეცვა და კაფსულის შეცვლა, რომ ადამიანურად ღმერთმა დაგიფაროს მეორედ რომ დაიმტრე, ის აირბაგი გაიხსნა. მთელი ჩანაფიქრი აირბაგის არის ეგ. შესაბამისად ნომერი აქ ეწერება, კიდე ერთხელ დავაწერთ, მოგზანდით, შეგიცვლიან და ახალი აირბაგი გექნებათ და წავედით ეგად. ჩაგდებიან, წაიღებიან. როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ წილგანში და ეხლა დროა უედები გავაკეთოთ. ესე იგი რა ხდება რა? აი ეს არის კაფსულა, რომელშიც სტეკერია შეერთებული და აირბაგის გასცემის შემთხვევაში ეს კაფსულა ფეთქდება, აქ შიგნით შარიკებს ისვრის და დასატრიალებელ მექანიზმში იჭედება ეს შარიკები, რაც გვაძლევს იმას, რომ დაკაჩავს რემენი და დაგიჭერს. მე რაც არ უნდა ქნა, ეს რემენი აღარ გაგიშვებს ცოცხალი თავით. მე ზოგადად რო გითხრათ, რომ მაგ თეორიას ვიმხრობ, თქო, არა, იმიტომ რომ ავარიის მერე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამენერად მანქანა გადმოხვიდე. აი რემენს რომ მოჭერილი ყავხარ და უჭირავს, ეგ არ ვიცი, ლოგიკა ვერ გავიგავ. რემნის ჩანაფიქრი არის ის, რომ როცა რაღაცა შეგემთხვევა დაგიჭიროს და მე ეგრევე გაგიშვას რომ გადმოსვლა და ასე შემდეგ რაღაცები შეძლო, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა რომ რემეს ხო დაეჭირა და ჩაეკეტა. ეს დავშალოთ და აქნა შარიკები ამოვყაროთ. აგერია ეს გამოყრილი და გაჭედილი ეგ შაიბები გასროლილი. მაშინ ამისთვის ეს უნდა გავხსნო. ძლიათ არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ არის. ხო, კიდე ერთ საკითხია, რომ ეს იდეაში ყველა მანქანას ინდივიდუალურად აქვს რა, ანუ ყველას ერთნაირად არ აქვს. შესაბამისად, ზოგან როგორ იშლება, ზოგან როგორ იშლება. ნუ ამ შემთხვევაში ეს უნდა გავხსნას, სხვა გზა არ არის რა. ეხლა პოზიცია ამის როგორ დგება? ჩვენი ღვედებიც ამუშავდა. ყველაფერი ისე მუშაობს, როგორც უნდა იყოს. ერთი ღვედი მთელია მზად არის. ერთი გავაკეთეთ, გადავედით მეორე მარტივზე კიდე. ის მესამე ცოტა და მესამე შორს ტოვებ.
Так, ვედი ნომერი 2 მზად არის და ვედი ნომერი 3-ზე გადავიდეთ. აი, მასაც შეეხება ერთ სტრანათელი და სხვანაირად სიტუაცია. თან საგრძნობლად განსხვავებული სიტუაცია აქვს. ამიტომ ჯერ ზედან ხარი დავშალოთ. ნახოთ შიგნით რა ხდება. ეს არის უკანა კაფსულა. ეს არის ქვედა კაფსულა. ქვედა კაფსულაც ხდება და ამას იჭერს. შარიკები, აი ეს მინდა ჯერ რაღაც შუშუთ უნდა და ვერ გავიგე. თან ქვედა მხარე ზაკლოკებზეა აწყობილი. საიდან დავშალო ისე რომ არაფერი გავაფუჭო. ამათ ეს პლასმასებიდან უნდა მოხსნა. წესით. ეს პლასმასის ხუფი უნდა გადმოუწიო და მე შეიძლება რაღაცა გამოვიდეს. კარგი იყო. ეს აი შეგეთ. და ხასაკეთებს ისი ფეთქდება. და ეკბილი ჩამოაქვს დაბლა რომ ეკბილები დაიჭიროს. ანუ ეს უფრო ადვილი გამოდგა ვიდრე მე მეგონა. ვეღარ რთულ მოღვაწეობას ველოდი აქ. მაგარი ტანჯოწოლებისთვის ვიყავი გამზადებული. გადარჩი. ჩვენ ჭხიახათი ვიცი. სადა. ახლა დავპირვები. ეხლა აქ ჩვენ უნდა მოვიფიქროთ რა, მან რადგან ჭხიახათია, ესე იგი ეს არის სატანის შექმნილი მექანიზმი. 3-6-იანი ანახე 1 თვალი, 2 თვალი და ყბა, ეგ არის 2+4 რა, 6-ია. მანქანას აქვს 3 ცალი, 3-6-იანი და შესაბამისად მანქანას ჩაჯდომა არის სატანი. ვედები მზად არის. რა სტოპ? ის ამბობ, შეიქს უნდა მოვიწყო. ამით რო არ დავყენო მაინც არაფერი მოხდება, ა? სანატორში გავიხფარ. აი, უნდა მეთქვა ეხლა და გავხდები. კაი. ეგ არის ვედები მზად არის, მოდი ახლა ნაგავს გადავიღოთ. გააღეთ ბიჭო კარი. ბიჭო კარი გააღეთ. ბევრი რაღაცა აქედან არ შემოვიდა. როგორ ახარ? ნახოთ ჩვენი პორშიკა. Так, ეს არის ყველაზე მაგარი პატკლინიკები. სულ მინდოდა რომ შენ მანქანაში გქონოდა. არა, ის ბიჭი ახლა აქედან რომ წავალთ მოვა ჩვენთან და წაიღებს. მაზდის ახალ პატრონს ჩამოუტანე, წირკინიდან მქონდა სუახლები ჩამოტანილები და კი ჩამოვიტანე დიდი ხნის წინ აი მაზდას. 1-4 წლის წინ ჩამოვიტანე და ას მერე მიდევს და. ეხლა გადავცემ და სუახალი პატკლინიკები ექნება, იმიტომ რომ მოხეული აქვს. ესენი გვერდზე დავდოთ ცოტა ხანი და ესე რა ქვია. გადმოვიღოთ ნელ-ნელა რაღაცეები. მანქანა იმენა ქიმწვედაზე აქედან წასაყვანი პირდაპირ. აი ცოტა ხანში რომ დავამატებთ ქიმწვედა. მე აღარ მოვიდოს არავის სხვა. ბაზარი არ არის, ძმაო, აქვე, ნიათხაძე ატკასი. დაჟე აკუმულატორი ცოცხალი აქ და. არა, ვიზავთ ამას ეს ჯობია და. სიმე საშურიშულოთ აქ დაშლილი. არა, რა გინდა ამის? ეს ცოტა მივგრიხეთ რა. ანგელოზი, ძმაო. ისა. სკოჩიდან რო დასვავ დაждდება რა. ხარაკირი, აი. არა, რავი, მაგას მე ვერ დაუწუნებ ვერაფერს. ბიჭო, ეს აი რა ქვია, შტეკერებში წინაღობებს შეძლებ შენ რომ ჩაუყენო? კი, აი მაგების. ბაზარი არა, ნახე წინაღობები მოტანილი მაგ და 10 ლარს მოგცემ მაშინ რა. Хорошо. ისე 50 პეტრი. ანუ ხო რა, ნახე წინაღობები მოტანილი მაგ, კემბრიკები მოტანილი მაგ. ხო რა, სადა წინაღობები? აგერად. Хорошо. ხო რა და გეხოცები ახლა просто შინ ვიზრომიო კი იცი რაც უნდა ქნა რა და უკანა აირბაგი აგერ დავდი მაცადე უკანა აირბაგი პირდაპირ უნდა გადავჭრათ და გადავაბათ რა იმიტომ რომ ეს შტეკერი აქ რაც მიდის დედა აღარ ყავს გავიგეს всё დანარჩენი ეგ არის კარჩი ყველაფერი მოტანილია ნახე კიდე ესენიც ბარემ დიდებულია ბამპერსაც აკლდა წესით შტეკერი ყველაფერი აქვს და უნდა იმუშაოს წესი და კანონის ყველანაირი პრობლემის გარეშე ამას გაუფრთხილდებით ძალიან კი ბატონო აგერ არის პარკით შეგიძლია ხო მოდი აბა პასი კემბრიკები აგერ არის ყველაფერი აქ არის რა და აი ეს ობაც აქ არის რა იქ რა ეკლდა всё დავაი ეგ არის
ცხვირიც ნახე? კი. დაგრუნტულია და ეხა ელოდება ის რომ უკვე შეგვიძლია ხო. დამუშავება, ფერიანები ეს დაიშლება რა თქმა უნდა. ხო, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. არც ისე და აღნიშნე. ბიჭო ეს გაღუნულია თუ მეჩვენებ? აბარა. არა, ჭრდილი ურტყავს გამოვშტერდი. არა. აი აქედან შეხედე რა. აქედან შეხედე, აქედან. აი. აქედან შეხედე. გული გამისკდა. ხო და მე რომ გამოიარე მაშინ მივხვდი რომ ჭრდილი იყო რა. ჩანს მაგ კადრში? ანუ აი ეს არ ჩანს ეხა ეს წერტილი? არა, აი აქედან ნახე, აი აქედან. ათხოვე? აი ესე რა. დაუმიზნე თუ გამოჩნდა მე. კუთხე ამოღუნული არ ჩანს ეხა? არა. არ ჩანს, ხო, ეს კამერა ხედავს. ეს ჩათლახია ხედავს და თვალში იმენა ისე აქედან არაფერია და არა, აქედან არაფერი არ ჭირს, გულმა დამარტყა მეთქი რა, კუთხეს რაღა დაემართა. მეც ესეთ არაფერში აღარ გჭირდებით. ხო, წინაღობები გვაქვს, ის გვაქვს. ყველაფერი მოტანილია, რემნები ყველაფერი აქ არის. ორივე, ანუ ნახე წინა რემენს ორივე შტეკერში უნდა, ორი შტეკერი აქვს წინა რემენს. უკანას თითო აქვს რა, უკანასაც თითო, ну, короче რა. სადა შტეკერს იპოვი? წინა მომატენე რა. хорошо. всё, მეტი არაფერია. აი, მაშინ შეუდგები ნელ-ნელა სალონის აწყობასაც. ხო, სალონი იდეაში შეგვიძლია უკვე რა. შენ როგორც დრო გექნება, იმიტომ რომ ეხა ერთი რამდენი დღე უნდა ამას ხვალე მაინც ვერ წავიღოთ ვერსად და ქართული სამღეროს ვაკეთებთ უკვე. უკან ის ჩამოვიდა? არა, არ დაურეკიეთ, მაგრამ ჩვენ ხომ მოსამზადებელი ბეტონი გვაქვს დასასწრები რაღაცები და ეხ ხრეში მოვიტანეთ, უკვე დავიწყოთ. აქ ერთიანათას ხავთ ამასაც ბარე? ვერა? 50,000 ლარი. მთლიანი პალიროვკა უნდა უეჭველი. ტაქს, დავქოქოთ პორშიკა. არ არის დენი, შუქი არ არის, შეშა არ არის. წავა გავაკრევინით. ხოცამდე რა? პორშიკას კაი ქიმწმენდა უნდა. ქიმწმენდა და ჭერი უნდა. რა დაგჭა ამაზე ჭერი დაგჭა? ჭერი და ქიმწმენდა და ელექტროობაში რა დამხვდება არ ვიცი პახოდო რა. ელექტროობაში რაღაცა გასართობი ალბათ გამოჩნდება. ო არა, ეს მანქანა არ დასრულებულა, ანუ კაი გასართობი გვაქვს ჯერ კიდევ. არა, ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად მანქანას გავს. თომები არა, იმდენი გვაქვს შეჩემაიღა. თან აკუმულატორით იდგა ამდენი ხანი და. სად არისო? ნაძვისხეცარი და ნაძვისხეცარი. სანამ ეხა ეს აზზე მოვა, ნუ აირბაგში უეჭველი გვექნება შეცდომა. ქარლი გააძრია აბა ერთი. ცხოვრებაში პირველად გამოვიყენოთ. ოთხი სისტემა, 4% აქვს სისტემები, უკვე 6% და 35 შეცდომა აქვს რაპორტი. არა, ამ აკუმულატორის გამო. რო შედის მოდულებში და იმიტომ. ყველაფერი უნდა წავშალო და მე დავიწყოთ თუ რამე რეალური დაგვრჩება. მანქანას იმდენი შეცდომა აქვს, რომ 1 საათი მოუნდა. ყველაფერს ვშლი, იმიტომ რომ აზრი არა აქვს და მე ახლიდან გადავატარებ და მე გამოჩნდება უკვე რეალური რა არის და რა არა. მოცურება ჩააქრო, ჩეკი ჩააქრო, საბურავებს დავბერავთ, მაგასაც ჩააქრობს. ესე იგი internal generic fault code არ ვიცი რა არის, რისი კოდები გაქვს არ. Central electronics არ გვაინტერესებს, airbag-ებში რა გაქვს. Battery interrupt igniter, resistance to high, driver side, seat belt tension, igniter, resistance to high. Crash data არა გვაქვს. თელ მიხარით. აკუმულატორის ის უნდა იმას ვქნათ, რა ქვია? კაფსულა. და ძღოლი ამას უნდა ჩაუსვათ წინაღობა, ამას არ უზის. ეს ხო მოხსნილი არ ქონია, ამას წინაღობას ჩაუსვათ და всё. თელ მიხარით. და აირბაგები ამით გვარდება, ეგ ძალიან მიხარია. BMW-ს ავიტარი დავიჯერო? აქ რა არის? Steering end stops not learned. ეხლავე. ამოვნახოთ ეხლა კონკრეტულად ამ შეცდომას წავშლი და დააბრუნებს თუ არა. კონდიცირების სისტემაში ინტერნეტ ამებს ძრავ ჩამქრალზე და ზამუგ გახსნილზე იმას ვიზავ და ეშველება ყველაფერს. Tire pressure monitor, tire pressure warning. ხო, თუ low სამ საბურავს დავბერავ და საბურავების მოგვარდება. კაი, რეალურად შეცდომა დაგვჭა, მარტო ეს რა ქვია. ამის წინაღობა უნდა ჩაუსვათ და კაფსულაში უნდა წინაღობა წეს. სადა აქვს კაფსულა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვიპოვეთ და ჩავაწინაღობთ. ზედარიხემ კაფსულა. ამას ხო და აი იმის რა ქვია, აკუმულატორის. ხო. კაი, მაგრამ დიაგნოსტიკა ძალიან ისე დამაკმაყოფილებელია, ყველაფერი გასაგებია. რაც ძალიან מחარებს. так, სამის კნოპკა სადაა აქ ხა? ზემოთაა, ჩისტიდან. აბა შაუშვი. არა, აქედან აი ეგრევე შაუშვი და ეგ არის. გადაწეულია, რაც გადაწეული. ეგ არის. ხვალე გიოსთან ავივლი. ის ყავისფერი თუ ვიშოვე.
ვიშოვებ, ახლა პრავოდკას დაუტოვებ და ეს არის რა ქვია, მე წავიდე დემეტრესთან და მე იქიდან უკვე იმაში რა ქვია. ხო, შენ დემეტრესთან მოდი პირდაპირ და იქიდან მე წილგანში დავეშოთ უკვე შენი იმით. ოი, ხოთ. ხოთ. წავედით შემდეგ ლოკაციაზე. Customer-დან გავდივართ უკვე შემდეგ ლოკაციაზე. ეს რა ქვია, მანქანას გავს გარედან რომ შეხედავ, ყოველ შემთხვევაში გარედან ნამდვილად მანქანას გავს. დანარჩენი რაც დაგვშა გასაკეთებელი, მაგებსაც ნელ-ნელა აუცილებლად ვიზავთ. ბევრი აღარ. არა, ბევრი ნამდვილად აღარ აქვს არაფერი დარჩენილი. Porsche-ა, ლურჯია. Всё. ო, სხვათა შორის ეს კაცი არის დემე, რომელსაც აქვს YouTube-ზე თავისი არხი, შეგიძლიათ გამოიწეროთ, ბევრ საინტერესო რაღაცებს აკეთებს. ჭერებთან და სხვა რაღაცებთან დაკავშირებითაც აღწერაში ახსაც დავტოვებ, შეგიძლიათ გადახვიდეთ, დაათვალიეროთ, ნახოთ, თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, subscribe-ის ღილაკიც არ დაგეზაროთ. დანარჩენი კი გავაგზავნეთ Porsche. ბევრი სურპრიზი დაგვახვედრა, რომელსაც საერთოდ არ ველოდი და ეხლა წილგან შევჩავალ, ეგ სურპრიზები გაგრძელდება, რომელიც იდეაში მანქანა ეხლა დასრულებული უნდა იყოს და მიდიოდეს კინწვენდაზე. მაგრამ ჩვენ ხო ის ვართ, რა ქვია, პრობლემები დაგვდეს. თავისით მოდის და აქაც ერთი საინტერესო პრობლემა მოვიდა. მოკლედ, წავედით წილგანში და დანარჩენი ვნახოთ. თითი როგორ არის? რავი, მткиვა. რატო მткиვა სოსო თითი? ცოტა ჩავიჭერი და. გუში ხო, სხვა ეგ აღარ გადაგვიღია. მინამწვენდების ის იყო, რა ქვია, შლანგი იყო ერთი გაფუჭებული და თენ გამოსვათ ჯიბიდან დააძრო ჩინეთიდან ჩამოტანილი თავისი მანქანისთვის, აუდისთვის მინამწვენდები ახლები მაქვს ვაფშე და დავაყენესო და დავიწყე ამ მინამწვენდების დაყენება და ერთ-ერთ შლანგს რო ვჭრიდი, შლანგი გადავჭერი და ცოტა თითიც მივაყოლე და. ცოტა არა. ხო, ნუ პატარა კანი აღარ მაქვს რა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, ანუ ეგეთი გაწყობით ვარო, ყველაფერი ამ ცხოვრებაში კარგად უნდა იყოს. სანტავიკი დაიკრავით და 20 წამში გაწითოდა მთლიანად. ბუბუ, როგორ ახარ, ბუბუ? ბიჭო, რავი, იღებთ რამეს? ტანჯულას. ეხა შემოვაყენებ ტანჯულას. კაი, მოდი ეს რა ქვია, ბუბუს მანქანა გავაკეთოთ და მე გავაგრძელოთ რა. აბა რა ხდება ეხა მომიყევით ადამიანურად. არ ბოლავს რო დადიხარ არაფერი რო დაადგავ, მაგრა ბოლავს. დაბალში ჩქარ. დაბლიდან რო დაადგავ, მაღალში აღარ გაბოლავს. არა, დაბლიდან რო დაადგავ, რო იბუსტება რა, ეხლა უკვე დაბალში დაიწყო ბოლო. აიცადე კაცო, დაბალში ბოლავს და მაღალშიც ბოლავს? მაღალში უფრო ბოლავს. და პერიოდულად უშვებს თეთრ ბოლს. აი პერიოდულად თეთრი ბოლი ვაფშე არ მომეწონა, მაგრამ ეს არის ბოლზე გადამოწებული გააქვთ, სადმე ხო არ გაზდის? არა. არ გაზდის თუ არ გადაგიმოწვევიათ? გადავამოწმეთ და არ გასცეს. და პატარა ტურბო ფიქრობ, რომ დრაგით რო გავზომე 0-100. საერთოდ არის პულება, იმიტომ რომ 0-100 არა გვაქვს, 100-200 დათს. 11 წამში. კაი. მე ვფიქრობ, რომ პატარა ტურბო არა გვაქვს. შანსი გაქვთ რომ პატარა ტურბო არ გქონდეთ. ან ბიჭო, არ იბუსტება რა. მე მაღალში კარგად მექ, აი წელს რო სიამოვნებს ისე. დაბმუზე რო წაიყვანოთ ხოლმე დაბლიდან. მოჭიმე. სუპრას გამოუვი ხოლმე და ვერ გაუშვი რა. ამ მოდიფიკაციით რაც არის, უნდა დადიოდეს ეს მანქანა 0-3-6-ში მაინც. რამდენში? კი. რა მოდიფიკაცია აქვს ამისთან? ანუ DPF off-ია და EGR off-ი რა. მე? და რაღაც არის ნასტროიკაც. ნასტროიკაც. და დადის რა ეს ანუ X drive-ი, S drive-ი დადის. მაგდროში. და ეს დადის 5-2-ში თუ რაღაც. რა, ჯადოსნურია? 3 და 6 ძალიან დაბალია. ეგრე დადის ხო და ესენი, რასაც უყურებ, ყველა ეგრე დადის. 6 ცილინდრი. ხო, ბაბა. მე 4 ნახევარში ძლივს დავდიოდი ჩემი დიზელი და რანაირად. მანუ კაი, ჩემი მონოპრივოდი იყო, გავიგეთ, მაგრამ ეს არ არის მონოპრივოდი. საერთოდ არ მოგსაობს. არ მოგსაობს, იმიტომ რომ ტურბინა არა გაქვთ. იცი რა მაინტერესებს კიდე? სვირ ფლაპი იცი? ჰა, კი. ზასლონკები შემშები კოლექტორის. არ გავუქ. არ გავა. თუ მუშაობს არ გააუქო. N სერიაზე თუ მუშაობს არ გააუქო. დაბლებში გაგაცრევით უკეთესი თორკი გაქვს რა. Daily CR-ზე ვიძახი. ჩაჭერიზე მნიშვნელობა არა გაქვს თუ არა გაქვს, მაინც გასნელია ბოლომდე. და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებსაც წოვს და დაბალში გაცრებით უკეთესად დადის რა. ხო და. ნუ, კაი გაძეძგილია. მაგრამ მაგარი მანქანაა, შეჩემ. არა, ვიდეო ნახე, მაგრამ. რა ვიდეო ნახე? ბუბუს ედო რამე? არა, კაი მანქანაა ძალიან. ჩვენი კამფეტი. იმენას სანთლით საძებნი მანქანაა. იმენასაც ჩემო. უნივერსალი არის ადამიანი. აუთში გაგიწვით ხო არ გინდა? იმას თავის ტურბინა აქვს მუშაობს. თან გავაკეთეთ. სპირტი მოვაყოლოთ. გააქვთ 9, ამათ უყურებ. აუდი საჭირდება. ეხლა უყურე. შესთავები გინდა წაგიკითხო? Exhaust back pressure sensor before turbine. Signal deviation to calculated exhaust gas pressure too low. Okay.
გამრავალქვის წნევა დაბალი გვაქვს, ავაროთ გეითია ღია ეს თავი დარჩენილი. Oxygen sensor before catalytic converter signal too low, the event of costing overrun. Oxygen sensor before catalytic converter signal too high for partial load. Charging pressure control, low pressure stage. Charging pressure too high. Overboost აქ იმაზე რა ქვია, დიდ ტურბინაზე. რა ხდება ახლა აქ? ვაკუუმები? ხო. სიმპტომი ეგეთია. რაზატკაში ზეც თუ გამოცვლიდა და არ ესედეთ, კარგი ბიჭები იქნებით. ვაკუუმებს გავს. აი, ჩავხედოთ ახლა. ბევრი რამე დავინახე აქედან. ტაქს, ესე იგი, აი ხა იმის ვაკუუმებში გაერკვია რა სადმიდის როგორ მუშაობს. მაგრამ ელექტრო არის. არა, აქ ელექტრო. რავი, აგერ სოლენოიდებს ხედავ და ვაკუუმის შლანგებს შეჭერა. ის აგერ არის, ერთი ძალი აქ არის. იგი პლეიტიც აქ არის. ეგ ის არის, რა ქვია, შუა ფლაპია. ხო. და დაბალი მაღალზე ფლაპია. მე მაინტერესებს იმის რა ქვია, პატარა ტურბინის გეითი რა შვება. ოღონდ ვერ ხედავ. პატარა ტურბინა ევეგია. დიდი ტურბინა აქვს ვაკუუმზე. დიდი ტურბინა overboost-ზე რატო შეიძლება მიდიოდეს თენგო? იმიტომ დაკეტილი იყოს და არ იღებოდეს გეითი. ამის გეითი ღიაა თუ დაკეტილია? პაუმალჩანიო? ხო. მე მგონი დაკეტილია, ხო. და ვაკუუმი არის. და ვაკუუმი არ მოდის გეითამდე? ვაკუუმია სადმე? და დაბალშიც მაგიტო ვერ მიდის? იმიტომ რომ ევეგი აქვს დაბალზე. ხო, დაბალში. კაი, გადავამოწევთ მაგას, ანცედეს ატახანი. ზარბაზა. მოეძახ, მაგიტო მოდის და მაგიტო ლოკავს ვერ ეხება. ეგონა მე კომანცხელი არ არის მეთქი და უკვე დაიყვია. კონესი ანუ იმანი მაგიტო ჩართო რომ გაეგო ეგ კივილი. მიკროფონი მაგიტო ჩართო. ავა ერთი ქოქელეს. რომელი სუპრა არის? სუპრა რომელი ყავს? MK6. აი, ვაკუუმი სადა? კაი, ჩააკრე. უარ მეშლება, აშკარად აქ ვაკუუმი უნდა გქონდეს. სად არის დედული მე? გაისტუკა? ეუნები ამოვიღო ჩიში. რატო ამიჯერე? შეგიძლია გადმოხვიდე, ვაკუუმი არ არის. არა გვაქვს ვაკუუმი. ვაკუუმს რო ვიგოვით, მანქანა წავა. სტეინელა. ზარია. ძღელია? ისევე შკასი. overboost-ის მაგიტო გვაქვს, რომ გეითს ვაფშე არ ხსნის რა. და overboost-ის გამო არ მიდის მე. და გეითი რომ მუშაობდეს დაბლებში წავიდოდა. იმიტომ რომ წინა გადახსნელი ფლაპი გაქვს ღია მუდმივი. ეგ ფლაპი მუშაობს ვაკუუმზე, დაკეტილი როცა ამატო პარტარა ტურბინა უბერავს და მე დიდ წნევაზე ხსნის, 3000 ბრუნზე ხსნის. ეგას უდაკეტილი აქვს. და ეს არის რა ქვია, აუცილებლად სუღია აქვს. და პატარა და დიდი ტურბინა სკვაზნიაკზეა გაშვებული რა ერთმანეთში და შესაბამისად ის პატარა ვერ ავსებს სივრცეს და ვერ ქმნის იმ დემბულს რომ მანქანა წავიდეს. ანუ ვაკუუმი როგორც გასწორდება, ყველაფერი კარგად გვექნება ეგრე. თქვენ თქო გაკეთოთ არ გინდათ? მითხარი. ჰა? რა? არ ვიცი ჩვენ ხელობა. მე მიშვი. აი ხალა. ცხოვრებაში კულჩი არ ჭერია ხელში, ხო? აი ხანახებ ეგეთ ყირაში გაქვს პრობლემა, მაგ პრობლემას თუ მოაგვარეთ, მანქანა ივლის. წინას არ გპირდები. აი ამ ვაკუუმში ვაკუუმი არ მოდის. აი ამ შლანგში. აქ კიდე ქვევით რაღაც ტრაინიკი უყენია, ოღონდ ეს საჯანდავაში აქვს გაყვანილი, არ ვიცი, მოცადე. აგერ უკანა აქვს სოლენოიდზე ესეც. ალტერნატივა რო შემოგთავაზო. არ მინდა ალტერნატივა. ეხა შენ მითხარი მერეები დავშალო. მე მაგებს დავშლი ყველაფერს. ეგენ შენ დააერთე და მე როგორც დავშლი, ისე უკან ავაწყობ. კაი, დაიწყე. აი ეს პლასტმასები გაანთავისუფლე თავიდან ბოლომდე რომ ძრავთან ჩავიდეთ. რას დაგჭირდება ჩემგან? ინსტრუმენტი აგერახე, იქ წითელ ურიკას ხედავ? ერიკა. ვასმოდი ერიკა. აი ერიკა რო დგას მაგიდის ქვეშ. არ მინდა ჩაჭრა. აჰა. აი. აიცადე? ბიჭო, მე არ ვამბობ რომ მაგას არ გული ხება. მე ვამბობ. აქვს. კაი, ეს გამომართი. Всё, виновник торжества найден. დავწუნდეთ. აბა დაქოქე ერთი. ეგაი, ჩააქრე. ეგრე უფრო გაიწელე. მომეც გო. მან დაერთი, ნახე, აბა ამაში მოდის. იმ უნდა მოდიოდეს, მაგრამ მაინც რა ვიცი.
მოგდა კუკი? არის? ჩააქრე. ეგ არის სოლნოიდის. აი, ისო ძრავს ხუფი დავაფარეთ, გავედი დავაფარეთ. Так, 7%-ზე გვაქვს კამერა. Так, ჩვენ წავედით ახლა გასატესტად. მანქანა დადის თუ არა. აუ, რას გაჭვარტლავს ახლა პირველ გასვლაზე? Так, შეცდომები. წაავშალოთ. ABS-ში რატო გაქვს ჩეპი? თუ არ გაქვს? კაი, არ გაქვს. არა, შეცდომებს რომ შლი მაგით ვთქ. აქ შენ რაღაც უცნაურ ხმებს გაიგონა. არა, ეხლა გეტყვი რომ ამორტიზატორები შესაძლოა. არ არის პრობლემა. ეს რა ქვია? ჩვენ არ ვჯაჯავთ. ენა პლაკენ ისმის. მე მგონი ვჯაჯავთ. Так, კამერა გვაქვს 2%-ზე, ტრასაზე როგორც იქნა გამოვედით, ეხლა გავასწრეთ, დავაფარეთ, გავიგეთ მანქანა მიდის თუ არა და ამით დამთავრდება ეს მონაკვეთი წესი. დავაი. დაადგი ეხლა? დააჭირე. ესე მიდიოდა? ეს გოლიც არ დასტო. არა, ხო? ეხლა მოდი აი გასწორდი და გააჩერე და დააფარე გასწორმისით. ახლა ადგილიდან როგორ წავა. აი, overboost-ის პრობლემა აღარ გვაქვს, დაბალში მაინც ვერ მიდის. ეხლა ნახე, თხელი, ანუ დააფარე ეხლა პირდაპირ დაბალში რა სიზავს მაინტერესებს. ანუ ბუსტის შეფრა ცოტა უჭირს დაბალში მაინც. ჩვენი პორშეს პოლირება კინწვენდის დროც მოვიდა. ეხლა წავიყვანჯერ გავრიცხა. მე იქიდან პოლირებაზე ვიმედი და რა ძალიან ცხელა. უცბად შუშავი და კონდიციონერი თორე გავიგუდე. და ძალიან ცხელა ბიჭო. აი, წავედით ეხლა გავრიცხეთ და დანარჩენი მერე. სამყარო დონეზე მანქანა გარეცხილია, შეგვიძლია წავიდეთ ეხლა პოლირებაზე. ანახოთ რას გვეტყვია. მოგეთ, პოლირებაზე ვიყავი, შევუთავდი, სამწუხაროდ ორ შაბათს უნდა ვიყავ, დღეს სამშაბათია და კიდე გაგვეწევა მანქანის კეთება, მაგრამ რას ვიზავთ. ეხლა კინწვენაზე მივალ დაველაპარაკები და წესით და კანონით. შემდეგ კვირის შუა დღეებში უკვე ავტომობილი მზად უნდა იყოს გადასაცემად. დავით. ეგ არის, კინწვენდაზეც შევუთავდი, კინწვენდას ხვალდილიდან დაიწყებენ. ანუ სადღაც ზეგმაზე უკვე კინწვენდა მზად იქნება და დაგვრჩება მარტო პოლირება. პოლირებაც უკვე ორ შაბათს მივიყვან და საოთხ შაბათს, ხუთ შაბათს ალბათ პოლირებაც მზად იქნება და ეგ არის. ეს მანქანაც დასრულდა, გადაეცემა ახალ პატრონს. გაფიწყინებული, როგორც იტყვიან და ჩვენ კიდე დაუბრუნდებით შემდეგ საინტერესო აუქციონს. მოგეთ რა. так, კინწვენდაც გაიარა ჩვენმა პორშიკამ. ეხლა გამოვიყვანე გაკრას. გამზადებული და ძალიან კარგად გამოიყურება, მინდა ვთქვა. ახალი პორშე გაიცდა უცბად თვალსა და ხეს შუა. წავალა იმ კაპოტის პრობლემა გვაქვს. არ მომწონს როგორც დღეს და მაგას გავაკეთებ, რა ჩავალწირდაში ინსტრუმენტებს რაღაცებს ავიღებ, მე ბიზოსთან გადავალთ, მოგეთ მოყოლებს ნახავთ ხო. და თან ეს კამერა როკაც მოსნილი აირბაგია. ეხლა უცბად თან გზად დიაგნოსტიკასაც გადავატანე, მაგრამ მაგასაც მოვაშთობ. და საწავით გვიდა აშკარად. კაი, წავედი მოგეთ ამ პრობლემებს წავშლი, პრობლემებს რა აირბაგების შეცდომას, იმიტომ რომ გამიქონდა ჩახსნილი. და დანარჩენი ბიზოსთან გაგრძელდება წესით კასტომერში. მოკლედ, რა ხდება რა? როგორც აღმოაჩინეთ აიმდენი წვალების მერე, ანუ ეხლა ისევ კასტომერში ვარ და რატო? ამდენი წვალების და ტანჯვის მერე აღმოაჩინეთ, რომ თურმე ძალიან ძვირად ვიყიდე არაორიგინალი კაპოტი. თან დაზიანებული. მე დაზიანებას არ ვჩივით, იმიტომ რომ ბიჭებმა გააკეთეს და იდეალურად არის იქით ხარეს ყველაფერი, თუმცა რომ ხურავ ამ კაპოტს, მოდი ბარე ვაჩვენოთ რა შეა პრობლემა რა. რომ ხურავ ამ კაპოტს, დახურე წესივრად აი აქ.
გარეთ მორბის კაპოტი და ეს კიდე იმდენად სადარდებელი ეხლა არ არის, რამდენადაც მეორე მხარეა. წავა მეორე მხარეს. აი, აქ საერთოდ მეზობელთან დგას და ამ ყველაფერს აგვარებს ამ კაპოტის თავის ადგილზე შეწევა, რა თქმა უნდა, რა. ანუ ესე რომ იყოს შეწეული, არავის არანაირი პრობლემა არ გვექნება, ყველა ბედნიერები ვიქნებით. და მაგისთვის არის ეს პლასტმასის. და მაგისთვის არსებობს ეს პლასმასის კრონშტეინი, რომელიც აი დგება შიგნით, მოიცადე, ავხდი ახლა. და მეც ჩავერთვები ახლა შენს მიდი. მიდი. და ამ ტაივანის კაპოტს არ აქვს სამაგრები. საუნდტრეკი შეგიძლია დავატოვო. ამით ხო. და ამ ტაივანის კაპოტს თუ რავი ჩინური არის არ აქვს თავისი სამაგრები, საბოლტეები მოკლედ. და ჩვენ ახლა უნდა კუსტარულად დავაყენოთ რა. აჰა. ამასობაში გამოიწერეთ ძმაკაცის არხი. კარიჭას არის. ხო და ეს არის რა ქვია. რამენერად ეხა ზუსტად უნდა გადმოხვიდეთ ხო რა, ანუ ეს ადგილებია რა, ეს არის სამაგრი წერტილი, სადაც იდეაში ეს რაღაცა დგება რა, ანუ ეს ამ შემთხვევაში იქით მხარის არის, აი მაგრამ აქ უნდა დადგეს, ხო? იმას აქვს ნახრეტები, ჩვენ კაბოც არ აქვს. მოკლედ აღმოაჩინე რომ ძალიან ბევრი ფული გადავიხადე. ამას აქვს. ძალიან ტყუილად. მოკლედ 3 წელი ის გვინდა მინიმუმ. ნახრეტი გავაკეთოთ. ანუ ხო და ოვალიც. კაი, მოდი ეხა ნახე, ეგ შეგვიძლია ჩვენ პირდაპირ გადავსკოჩოთ. პასტა კი იქნება. მაგრამ მე მანდ ვერ დავიხრები. მე ვერ დავიხარო, ვეღარც ავდგები მაქედან. მოდი რა. ანუ თუ სხვა ხო, ანუ თუ მოდი დავდოძევით რა. საშუალება ყოფილა, ხო? ვინო მაგიდოს აუ არ დამიკაწროთ რა. ამას პასტით მოუნიშნოთ აი ამ წერტილებს. და ავიღებ და გადავაკრავთ იქ. ხო რა ვქნათ ახლა? სხვა გზა არ არის. მეტი გზა არა, თავი მითხარი რომ M6-ია რა. ხო, M6-ია მინდა. ის იყოს 8-ში. აი, ამაზე რა საქმეა? რეზგას, ესეც? აბა? ო. აი ესენი მაგ წამოღებული სპეციალურად. დავსვათ და ეგ იქნება რა. ერთ პრობლემას ის დაბლა ჩაწეული და ეს არა? შიგნით აბა? აქ ეგის. აი რამდენად მიუდგები. ო და მაგას ვამბობ ზედვე რანაირად ვისვოთ. მაშინ უნდა მოხსნათ და ოხსნათ და კაკრას მერე დავაზაზუროთ. ის რაც დავაყენეთ, ისინიც უნდა ჩავხსნათ, ხო? ის თორნიკები? გადამიცერტეში ჩავხსნათ. აი ეს რაზეც გავიჭერი ხო? მაგას გულისხმობ კი. უკვე შეხორცებული. თითქმის. ეგ იმის ბრალია. ვისკის. ვისკი მიშველა. აი წამოვის გამოვიტანო. დალიეთ ის ვისკი ბოლო-ბოლო. აი რაღაც ძალიან დილები გავუკეთე. გადიოდი ხაზოვი. ხაზის ოლიმპიადა მაქვს მოგებული, ოღონდ ესი არ ხაზავდი მაშინ. სახაზავი ხაზავდი, ხო? მაიტა მე გადაგიღებ შენ მიეხმარე. თუ გინდა მიკროფონში წაიღე. ეხა ჯერ აი ეგ უნდა დასვათ ჯერ. ეგ უნდა დაამთხიოთ ჯერ. კი, პირზე ის და სულ ბოლომდე. ხო და ეგ ხაზი რახან გასწორდა და ქვედაწირტისაც ემთხვევა, შეგიძლია დასვა ბოლომდე. აი თამან მილიმეტრებზე არ არის საუბარი რა, ანუ საქმეს მაინც გააკეთეს. დილების საშუალება ქონეს უპირასი. მე მგონი არაფერში არ ჭირდება მაგას რეგულირება. თავს და პირზე? ხო, მეორე ნახაზი ემთხვევა. გავს. ისე რა პონტია ვერ მივხვდი, ანუ აი რატო არ გაუკეთეს რა, ხო. так, ამას უნდა ეხა მე მგონი 8-იანი. ეს დაიჭირე. ძალიან სასიამოვნო იყო. მე გაცნობა თქვენი. ჩემთვისაც. ეს გავანიაობდეს. მიდი მომიდი. აბა დროებით რა. მაინც გავსა, კაია რომ გამოვიდა მაინც და ეშო. კი, არა, კაია, ცოტა კაც. სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მაინც არა. არჩე
სოსო არ მომეშვა და დავაი გავაკეთო და მეთქი გავაკეთო. ბიჭო, ანუ ეს არის რა. თუ აკეთებ ბოლომდე უნდა გააკეთო. სხვანაირად არ გამოდის. მაგარი სიტყვა გაიჩიტა. აბა შეგვიძლია. და აი გვეშანელია ფორშე და ისოთი. ძალიან გოჩნებს დაიჭარი. იმამ გადაიღო, ნახოთ შედეგები. არა, ეხა უნდა მივიდი ახლოს და მაგრამ ესე ვერაფერს ვერ გავიგებ. თუ არ გავამშრალე ეს. მაგრამ მე მგონი გადარჩენილს გავს. ამას არაფერი არ ეთყობა. ორშე მე მგონი გადარჩა. ერთიც არა აქვს, რავი, ვერ ვატყობ ვერაფერს ჩაღუნლობის მაგვარს, რაც ძალიან მახარებს. ეხლა ნახოთ X4. აი, რაც შეეხება ამას. ჭერი ამის მთელი ჩანს. აგე ერთი აქვს, აქ კაპოტზე. კრილოები თითქოს მთელია. 2 3 ესეც ასეთ ვიცე გადარჩენილია, რა კრიტიკული არაფერი. 3 წერტილი აქვს, სულ ეგ არაფერი არ არის. 1 2 3 მეტი არ აქვს. 4 აი ბლად, ეს ხო გადარჩენილია ნამდვილად. თვალში ხوار მატყობს, რა ვიცი, არ ეთყობა არაფერი. არც ერთი რაკურსით არაფერი არ ეთყობა, კისველია, მაგრამ არა, რავი, მეგონი გადარჩა. არაფერი არ არის. ახლა პანორამა რო არ ქონოდა შეიძლება ესე არ გადარჩენილიყო, მაგრამ ოშიც აშკარად ცოცხალია. ძალიან მიხარი. გაიწავით. ესეც ეს ჩვენი Porsche მოკლედ გაკიმწვენდებულია, გაპოლირებულია, გამზადებულია და ეხლა მივდივარ ახალ პატრონს გადაუფორმო. ესე გამოიყურება შიგნიდან. გარედანაც რო გადავალ მე აუცილებლად გაჩვენებ როგორ გამოიყურება და რა გამოგვივიდა ჩვენი Porsche-სგან. მაგრამ მე პირადად ყვაყოფილი ვარ, საკმაოდ კარგი რამე გამოვიდა. ცოტა აი კაპოტის უკმაყოფილო ვარ. იმიტომ რომ არ აღმოჩნდა ის რაც მინდოდა რომ ყოფილიყო და ცოტა აი უკმაყოფილების განცდა დამიტოვა, მაინც ანუ ის არ არის რაც მინდოდა რომ ყოფილიყო, იდეალური არ არის. თუმცა ჩვეულებრივი ავტომობილისთვის სრულიად მისაღებია და ეს საკმარისიც არის რა. უბრალოდ ჩემთვის არ არის საკმარისი, მაგრამ ნუ რა ვქოთ. რა გაეწყობა ამ შემთხვევაში? It is what it is. როგორც იტყვიან. როგორც იქნა ჩამოვედი გადაფორმების პროცესში, და გადაფორმების ავტომობილი და ჩვენი მაკანიც ესე დასრულდა. საინტერესოა რა იქნება შემდეგ. კი გადავავდეთ თვალი ფარები გამოდის. მე მაინც დავათვალიერე. Porsche. არც როგორი მადი საუძრელია, მაგრამ როგორ ახსენდება ნაწილები რაღიც მინდა რომ მოერიდო. ის მესედისი არის მე იეთი საკეთები. ტაქს. აი ზერბოთი ავტომობილი. მას აქვს საკმაოდ სუბუქი დაზიანება, ესეთი აფერაჩის. ესეც ნახე. ძალიან მომწონს ამბები, იმიტომ რომ Camry-ს არაჩვეულებრივი ალტერნატივაა და მე თუ მკითხო Camry-ს მირჩევნია კიდეც, იმიტომ რომ ბევრად რბილად დადის, ბევრად კომფორტულია და ბევრად ჩუმიც არის, რაც პრაქტიკაში ნახე და ვიარე რა. და საკმაოდ კაი სივრცეც აქვს უკან დასაჯდომათაც, ანუ სატაქსაოთაც და საკმაოდ ოჯახი გახოს კაი მანქანა რა. საერთოდ ძალიან უწევს ეს. ისეთია რა. ვარ გაცხენიეთ ჩვეულებრივი გამოტანებაში და სიარეთში. მოკლედ, წავედით ჩვენი Porsche. გადაფორმდება ეხლა აფეცეროვანში და შემდეგი საინტერესო ისტორია დაიწყება.